რა ავტომობილით მოძრაობს სანდრო თავარქელაძე. მოუმზადებელი მანქანით შევძელი ბოლის მოგება და ამის მერე ისე შემიყვარდა ეს მანქანა, რომ პირდაპირ ქალაქში გადავჯექი ამ ავტომობილით. მქონია ინციდენტები ყოფით ცხოვრებაში. მოულოდნელი იყო და ვერაფერიც ვერ მოვიმოქმედე, რომ არ მომხდარიყო. ანუ გინდა თქვა, რომ მარცუნწურის გარეშე იყავი? არის მომენტები, როდესაც უკვე ხვდები, რომ მაქსიმუმი გააკეთე იმ დროს, მაგრამ მაინც არ ხარ ყველაზე სწრაფი. რა მომენტია ეს, როცა შენში რაღაცები დუღს? 5-10 წუთი გჭირდება, რომ დაბრუნდე დედამიწაზე იქიდან. დაახლოებით 80 გრადუსი იყო რბოლის დროს. ჩვენი გადაცემის ფორმატი ითვალისწინებს ყველა სტუმრისთვის მინი რბოლას 5 წრე უნდა დაარტყა ავტომობილით, რომელიც ყველასთვის ერთი იქნება. წარმატებები, შენი ჯერია. წავედი. ისე ნახე რა კარგი სტარტ ფინიში გავაკეთე. და ასთავი მახსოვს, ანუ მხოლოდ გზა და ავტომობილი ეს ორი რაღაც იყო ჩემთვის სულ და აი სულ ძველი რაც მახსოვს არის ქვიშაში როგორ ვაკეთებდი გზებს, როგორ ვაგორებდი მანქანებს და უყურებდი რომ აი აბა როგორ ტრაქტორი დაგორდა, სადაც კი შანსი იყო ლოგინშიც მათ შორის რა. საბანი ვიღაცისთვის უბრალოდ საბანია. ჩემთვის საბანი იყო ერთ-ერთი წინაღობა გზებისთვის. ანუ ამ საბანს დავიფარებდი, ხან მუხსავწევდი, ხან ესე ხან დავკუჭავდი, ხან რაღაცა, მანქანებს ვაგორებდი. ანუ სულ მანქანები იყო ჩემთვის, ანუ სხვა რაღაც არ არსებობდა, გზა და მანქანა. ყველაზე შორს სიზმარი რაც მახსოვს, ის სიზმარი არის, რასაც ახლა თქვენ აქ ხედავთ. 7 წასაკშიც, აი იმ ქვიშაში რასაც ხატავდი და გზებსაც ვაკეთებდი რა, ზუსტად აი ეს იდენტური, ეს ნახაზი არის, რაც პირველი თავში მომდიოდა. და ეს სულ მახსოვდა და პერიოდულად რაღაც აპდეიტს ვკეთებდი ხოლმე გონებაში ამ ყველაფერს, რომ ნუ ეს არ დამავიწყდეს, როგორი უნდა იყოს. თუ ამის შანსი ოდესმე იქნება. და ნუ ფაქტია, რომ აგერ ხილულია ეს ყველაფერი. რა ბალახი მაგის, რამდენი ვიშრო მეცი ეს ბალახი რომ მქონოდა? ავტოსპორტში მოვედი ძალიან გვიან, ანუ ჯერ ჭიდაობის ეპოქა მქონდა, ანუ მოჭიდავე ვიყავი, რომელიც ყველა მიცოდა რომ მანქანა და მოტოციკლით დადის ძალიან მაგრა და სწრაფად. 27 წლის ასაკში მოვედი პროფესიულ ავტოსპორტში, 27 წლის ასაკში, რომ მეკითხებიან ხოლმე 20-22 წლის ბიჭები რა გვიანი ხარ რომ დავიწყოთ ავტოსპორტი მეცინება, იმიტომ რომ 27 წლის ამ დავიწყე ჭიდაობიდან ავტოსპორტში რა შუაში ერთი მეორე საათი. მე ხლა აქ ვარ და ამ საქმეს ვაკეთებ. ანუ საქმეს, რომელიც ყველაზე ძალიან მიყვარს, რომელიც ჩემთვის არის ყველაფერი, ანუ სხეულის, სულის, შემოსავლის, ანუ ყველაფრის ნაწილია რა და საბოლოო ჯამში თუ ამას ჯიუტად ერთ და იგივე ვცდილობ რომ გააკეთო, ადრე თუ გვიან გამოვა და ყველაზე ბედნიერი ადამიანი შეიძლება ამითი იყო რა, რომ აკეთებ იმას, რაც ყველაზე მეტად გიყვარს, ანუ დაძალება არ გჭირდება რა, პირიქით, სულ ესე გემრიელად შენთვის ამას ყველაფერს აკეთებ და ეს არის ის ვინც ხარ. ანუ ამაზე უკეთეს რა უნდა იყოს. ეხლა მივიდეთ მთავართან. რატო ვაკეთებთ ამ პროექტს? მოგესალმებით, ვიწყებთ გადაცემას ჩემი ავტომობილი, სადაც რა თქმა უნდა ვისაუბრებთ მიმდინარე აქტუალურ თემებზე, გვეყოლებიან სტუმრები, გვექნება საავტომობილო რჩევები, სიღრმისეული და ობიექტური და რა თქმა უნდა უპასუხებთ თქვენ შეკითხვებს, რომელსაც თქვენ კომენტარებში მოგწერთ. ასე რომ გამოგყვებით გადაცემაში ჩემი ავტომობილი. როდესაც როდის მოსრიალდი? რა ვიცი, არა, მე ბოლოს მოსრიალდი რა, რადგან დრიფტით ვარ ახლა დაკავებული, სულ მოსრიალებული დავდივარ.